საბერძნეთის პარლამენტმა საქართველოს და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა. ელჩის ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთთანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი არის, მნიშვნელოვანი მიღწეული შედეგი არის და კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამემამულეებისთვის, საქართველოს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა მათ ექნებათ შესაძლებლობა უფრო მარტივად გადაცვალონ ქართული მართვის მოწმობები ბერძნულზე გამოცდების ჩაბარების გარეშე. ეს ხელშეუწყობს მათ უფრო მარტივად ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში და შესაძლებელია სამუშაო ადგილების მოძებნაში. ეს ხელშეუწყობს მათ დასაქმებასაც, თუ კი ასეთი ინტერესი აქვთ მათ საბერძნეთში. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, როდესაც პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება ხდება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობის აქტუალურობის მნიშვნელობას.